მოგესალმებით მეგობრებო, M4 ყავს ვეურცის საყვარელი მოდელი, ახალგაზრდების თვის კი საოცნებო მანქანა, რომელიც ბევრს ევასება, ბევრს უყვარს, ინტერიერიც იდეალური ინტერიერი აქვს, ფერიც რავი. ნუ ზოგადად ფერი ყველაფერი ინდივიდუალია, მაგრამ ტოპია, ჩემთვის და დარწმუნებულად ბევრი ის განსაკუთრებული ფერი აქვს, მაგას რომ მე განახებ, მანქანა თლად შეფუთული ყავს. და შიგნიდან შეიძლება ახლა და ნახვა ლაითად, მაგრამ ვერა. მოკლედეთი ფერი აქვს. როგორ გითხრათ, მე მაგას დაგანახებთ, უკვე ამ ყველაფერს ვავხდით. მოკლედ, ვღებავთ კაპოტს, კრილოს, კარებზე გადასვლას ვაკეთებთ, აქაც დაზიანება ქონდა, ეს ყველაფერი დავამუშავეთ და გადავიდეთ ახლა ბამპერზე. ბამპერი ისეთ მდგომარეობაში გვაქვს, ისეთ დამუშავებული გვაქვს ყველაფერი. ანალოგიურად კაპოტის ეს კუთხე იყოს დაზიანებული, ესაც ყველაფერი გავასწორეთ და გამოვიყვანეთ, ესაც მისი წინა კრილოა, აი დაზიანებას როგორც ხედავთ, აქეთ ამ მხარეს, აქეთ როგორც ხედავთ, ნადუღი აქ იმდენ გახეული იყო თვითონ კრილო და იმუშავეს ბიჭებმა სუფთად, მოკლედ აი ესეთ ადუღეს შიგნიდანაც. აქ ეს კრილოც ახლა მოგვიწევს ამ ყველაფერს დაგრუნტვა, მოკლედ ესაც მისი წინა დამატებაა. ამ ყველაფერს გრუნტავთ ჩვენ უმაღლესი ხარისხის მასალებით, ანუ PPG-ით, განახებთ ახლა მოკლედ მონაცემებს, ახლა ზუსტად მაგას ხსნიდი, ვეღარ გადავიღე იმ მომენტში, რომ სანამ დაიშლებოდა მანქანა, იმიტომ ნახევრად დაშლილი მანქანა მოგვივიდა. გადავიდეთ ახლა მოკლედ ჩვენ სამღებო ოთახისკენ. მოკლედ პროგრამა გვაქვს, დარეგისტრირებული ვართ ოფიციალურად PPG-ში. მოკლედ ას ყველაფერი თავისი გამხსნელები როგორც ხედავთ, აი აქ აწერია, რომელი რა არის, როგორ იმატებს, როგორ უნდა გაზავება ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გვჭირდება სასწორი და თვითონ უკვე მასალა და გრუნტი, მასალები და გრუნტები გვაქვს ჩვენ აქ. მაგათაც სპეციალური ტემპერატურა ჭირდება, რო არ გაფუჭდეს ეს ყველაფერი, მზის სიმხურვალისგან ყველაფერი ორთქლება, ყველაფერი მაგრდება და მაგ პრობლემას არ შევეფეთო და შევეხოთ, მოკლედ მაგითონ გვიდგას ეს მაცივარი მაგისთვის. მოკლედ ხა მე დავიწყებ ამ ყველაფერს გახსნას. დამზადებას და დაგრუნტვას. მე უკვე დანარჩენს უკვე ეტაპობრივად გადავიღებ, განახებთ რა როგორ რანაირად და რა თქმა უნდა მივიწევით ნენელად წინ. Так, ესე იგი მეგობრებო, დასრულდა M4, დავათვალიეროთ. ნახოთ ეს გადასვლის კრილო იყო მერეხონის. ეს იდეალურად, მოკლედ, ეს მისი დამატებები. აი ესე, ეს შაოები მომხმარებელმა გითხრა, რომ გამუქება უნდა და ეგაც გავამუქეთ, ესაც მის წინა კრილო. ფორმები, კანტები, ყველაფერი იდეალურად, თავის ხარხი მოკლედ ჟაჩი და შაგრეში იდეალურად ზის და გადავიდეთ კარებზე, კარებიც იდეალურად. აი ესე. ესაც წინა ბამპერი მისი. და გადავიდეთ კაპოტზე, კაპოტს ხონდა დაზიანებული. აი ეს ხარე, ესაც აი ესეთი გამოვიდა. მოკლედ ლიანობაში ეს გადავიღებ, განახებთ. აი დარჩა აწყობა, ეს ყველაფერი აიწყობა და აიზმორება და რა თქმა უნდა გავადანთ მის ფლოვეს თავის კუთვნილ მანქანას. აი დარწმუნებული ვარ, ელოდება. და ამ ყველაფერს დავასრულებთ, რა თქმა უნდა, უკვე ჩავაბარე და საბოლოო ვიდეოსაც გადავიღებ უკვე აწყობილ მდგომარეობაში და ნახოთ რა როგორ იქნება, მოკლედ ჯერ კიდე სამუშაო გვაქვს დარჩენილი სადღაც 1-30% არის აწყობა, აკურატად აწყობა, რომ არაფერი არ დაზიანდეს და შეიღება, ნუ როგორც ხდება ხოლმე და ნუ გამოვიდეს ყველაფერი 5-იანზე რა. მოკლედ ესე ჩემო მეგობრო, დანარჩენს უკვე გადავიღებ მე, რომ დავიწყებთ აწყობას. და გეტყვით რა როგორ იქნება მოკლედ უკვე შემდეგ კადრებში. მოკლედ ეს დროებით. ესეც ჩვენი დასრულებული M4